რა იყო ტუპი? გაუმარჯოს. იგივე ლოკაციიდან უბრალოდ სხვა რაკურსით გამარჯობათ. რატომღაც მომწყიდა ერთი და იგივე სარკის და ზუნგლიანი კეტლის დანახვა. ხო და მოდი ახლა ვიყოთ ასე. მოიცადე, ახლა ისე დავჯდები, რომ აი ამ თეთრში ვიყვითო პასპორტის სურათს ვიღებ. ხო, აი ეს. აი მე მგონი კაია, მოიცა? ეს მოვწვით და მოვიდით. გაუმარჯოს ხალხო. როგორ ახართ? დღემშვიდობის, დილამშვიდობის. ჯერჯერობით გრილა, არ კვდები, ცოცხალი ვარ. მოიცა შუქსა უწიო. აუწიოთ შუქს და ხვას. 10:09-ია. ჩემი ოჯახის წევრები საქმეზე არიან, დილამდე გავარდნილები, ასე რომ მე და გოგოები ვართ სახლში. იუსტიციაში არიან ჩასვლენ მოვლენ მალე. აი მე ზე გამოვიდა. ერთი კატავა შემოეჩვია ჩემ წიწილებს. დილასაც გუშინ წიხო 5 საათზე და აჯდა თავზე. და ჩემი გაწეწილი მეგონა და სხვათა შორის გუში ცოტა ალმაცერად ვუყურებდი ამ კატას, რომ მეთქი რამე შევამჩნიო, ოღონდაც და ამისი დღე ნახე. ხო და არისო. დილას ის ნაცრისფერი დეგენერატი კატა იყო. ხო და წუხელს სანამ დავიძინებდი. ჩვეულებრივი მეშოკები გვაქვს ხოლმე რა, ეხლა ან ქერს, ხორბალს რაღაცას რო ვიყიდით ხოლმე, მეშოკებს ვინახავთ, რომ ელემენტარული ხარ რაღაცა სამშენებლო რაღაცებს რომ მოვანგრევთ ხოლმე რაღაცებს, გინდა ნაგავი, ერთად ჩავყრით ხოლმე და გააკლაშეს. ივანეს ან ლაშეს. ხო და ეგ მეშოკები ბევრი გვაქვს რა მოკლედ რა, არ უყრით ხოლმე მეშოკებს შავი საქმისთვის დგება. თან სოფელში. ხო და მაგ მეშოკებით შემოუღობე გუშინსო, მივადიე ქვები და ისეთი რაღაცები, რომ გვერდიდან ვეღარ მისდგომოდა. მაგრამ მაინც ცდილობდა რომ რაღაცა ექნა. და მივასიკუდებ. აი როგორ მოვაშორობეთ ამ ტერიტორიიდან მაგას ვფიქრობ რა. ხო. და ამაღამ რომ აი ეს თან ისე სისწრაფით წაბო ვარდისა წოლიდან ციკლების ხმა რო გავიგერო რა იყო. ხო და ამაღამ ჩავსხავ ყუთში. რა ხდება? შენ თუ ჩემ რიჟას ჩაარტყი თუ ამოველი მათ უნდა თმებით გითრიო. შესაზიზღარო შენ ქალების არ ამსგავსო. დედას სიხარულის კურტკურე გადახადებს. მოდი ჩემ. შენ მეტი არ მოგივიდეს. შენ გიუბრები, დიახ მიყურე ხე დაჭყი თვალებით. რა უფლებით ეხები ჩემ შვილს? მიხედე შენებს. ეგეც ჩემ დასაზრდელები დახადე. კატა გავლახე. ესა შვილთან უთანხმოება მოვიდა. მიმკნუტებს ის უქნდა რა ქვია, კარგად თამაშობს და რაღაცა მიეჩვია რა მოკლედ და ეხა სამივეს ერთად ყველი ის შავები არ ჭამენ საკვებს, ძუძუზე არიან ის. ხო და უკვე იმ ხელები არიან რომ შეიძლება რაღაცებს ვაპარებ ხოლმე რომ მიეჩვინენ ჭამას. ყველი გაუსრისე და დაუყარე. სამივეს ერთად. ხო და წყალიც დაუდგი და სვავენ ხოლმე ცოტა ჩაყუბე ხოლმე დრუნჩებს და ეხა ის ავიდა. და ერთ-ერთი ზედმეტი ბავშვი რო დაინახა გაჩოდგა. დედას დასტოინი ფისო ხარ შენ გოგო. ხო და სვამბობდი. ხო და ერთ სიტყვით ეგ უნდა გავაკეთო მეთქი რა იმას ჩავსვა რომ წყნარად მეძინოს სულ რო დელეგაცია მოიყვანოს იმ კატამ თავზე ვერაფერს ვერ უზავს. ხის მაღალი ყუთია და სხვანაირი წვრილი სეტკა ადევ ხოლმე თავზე. ანუ საღამოს ყველა ვარიანტი უნდა ჩავსხა. რა არის ხა ცუდიცი? იაპონკა წიწილები არიან, დეგენ გვიანიზდებიან რა არიზდებიან. ხო და ესე იგი, კაი ხანი უნდა მე გალიაში მყავდეს იმის შიშით, რომ რომელიღაცა დეგენერატი კატა კიდე არ შემოვარდეს, იმიტომ რომ დღისით წამართვა 2 ცალი. არასოდეს კატას ჩემთვის ის არ წაუთმევია.
ჩემებს ხო საერთოდ, მაგრამ ესე რა, ესე გარეულ კატას, ეზოში რო დადიხარ, რა ნაგლი უნდა იყო, რომ იქ შემოვიდეს. მოკლედ, გუშინ ვუყურეთ ბოლო ბანკეტს. მაგრამ მეძინებოდა, მაგრამ მაინც ვუყურე, იმიტომ რომ მთელი ერთი თვია ველოდებ. ცუდი არ არის. ივანე მუყურა, იხალისა. მოკლედ კაი. მაგრამ სრულყოფილების განცდა არ მქონდა და რატო ხა გეტყვით. გუშინაც ავთქვი დაახლოებით რატო მექნებოდა ეგ მომენტი. ესე იგი ჩვენ ვიყავით სკოლაში ძალიან პატარა კადრები გადაიღო, ნუ კაი ხო? კიბებზე ჩამოსვლა მარტო წვილად ბავშვების. მერე წავალთ შატო მუხრანში და დაახლოებით 4 საათი ვიყავით იქ. დაწყდნენ, დაიღალნენ, გაუბედურდნენ, რო იტყვიან, რომ ისექნათ. გადაიღოთ რა ვიდეო კადრები, ფოტო კადრები. ფოტოები არ გვაქვს ჯერ, იმიტომ რომ მე დავასწარიო რა მოკლედ ვიდეო. ფოტოებისაც ჩაგიყრიან. ხო და ანუ ვიყავი დაახლოებით 4 საათი შატოში რა, აი პლუს მინუსიც რო გამოვაკლო ეგრე. გადაიღეს ის სურათები აქ და იმდენად მცირე მასალაა ჩადებული მაგის. და მე არ მიყვარს რა, ეხა გეტყვით. არ ვიცი რამდენად ჩემი ხედვით არის ეგ, მაგრამ ხო იცი ხა ინდივიდუალურია ყველა გემოვნება და რაღაცა. როდესაც ესეთ რაღაცას იღებ, ჩემი აზრით ეს არის ემოციური, ხო? ეს არის ვიდეო, რომელმაც წლების მერე უნდა ემოცია გამოიწვიოს. თუნდაც ეხლა მე მაგალითად ჩემი ბანკეტის ბოლოს არის იმას რომ ვუყურე რაღაცა რომ ვუყურე პირველად აი ტიროდი და წარმოდია და მე რა იქნება, როდესაც ბავშვები უნახავენ ამას. ხო და ეს მომენტი, როდესაც კადრებს უყურებ, რაც უფრო ნახე რაღაცა კადრი წვევს ხანგრძლივობას, ნელ სიტუაციარულს და რაღაცა მეტი მოაქვს. და ეგ არ იყო. იმდენად მინიმალური კადრები იყო აღებული სკოლიდანაც, ანუ კიბეებზე რომ ჩამოდიხარ და რაღაცა ის უცბად და მე მშობლებთან ერთად რო გაიც უცბად, ანუ ნახე კლიპი როგორი იყო, იცით? იმდენად სწრაფად გადადიოდა კადრი კადრზე, რომ კი აღიქვავდი, მაგრამ ვერ ასწრებდი, რომ ის გაგეანალიზებინა, რომ რა, აი ხო ხვდებით აი რის თქმაც მინდა რა. ისე სწრაფად რჩება, რომ აი ის კადრები კი გახსოვს, მაგრამ ემოცია ვერ მოდის. იმიტომ რომ ვერ ასწრებს. მე ხა გადამიღია ბაღის და ბოლოს არის სკოლის რაღაცეები და თავში და ბოლოში ყოველთვის ვამთავრებ, შეიძლება თავში ცოტა ისეთი სტარტერივით გააკეთო სტარტერი კერძის იმასავით, რომ მაინც დასაწყისია და რაღაცა ლაითად როგორ ხარ, თლათ ისე არ ჩაუღრმავდი ამ ემოციების მომენტს და ისე გადაიღო, რომ რა ქვია, იცი რომ წინ თვითონ ის გაქვს წინ რა, ღონისძიება და ვიდეოს ბოლოს ყოველთვის ვანიჭებ ხოლმე ძალიან დიდ მნიშვნელობას. ვიდეოს ბოლოს როგორ მთავრდება, არა ეს ვლოგები, არა. ის გადაღებულები. იქ უნდა იყოს თუნდაც ღონისძიებიდან ამოღებული კადრები, თუნდაც ღონისძიებამდე გადაღებული კადრები, მუსიკა უნდა იყოს აუცილებლად შერჩეული და არა სევდიანი და რაღაც, აი შესაბამისი რა. შეიძლება იყოს საკმაოდ რიტმული, მაგრამ ისეთი რა და აი სხვანაირად ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, რომ აი ეს ღონისძიების დასკვნა უნდა გააკეთოს ყველაფერი. ჩემთვის ეგ არის მონტაჟი.
და დღემდე რაც გამიკეთებია და რასაც ალბათ გავაკეთებ კიდეც მომავალში აუცილებლად მასე გავაგრძელებ, იმიტომ რომ მაგას მოაქვს ყველაფერი. ანუ ნახეთ, რომ დაგემშვიდობებათ მასწავლებელი, რომ თავის სიტყვის ღონისძიებას ვამბობ და დაამთავრო შენც იქ. ანუ რაღაცა არასრული შეგრძნება გაქვს. მასწავლებლის სიტყვის დამთავრების შემდეგ თუ ღონისძიების მორჩენის შემდეგ, აი ეს უნდა შეაჯამო ყველაფერი აქ, ოღონდ ემოციურად. ჩემთვის ეგ არის მონტაჟი. რაც გუშინ საერთოდ ვერ ვიგრძენ. არ როგორ ვქვია, არ წავიბლატავებ თუ რაც აქვია, მაგრამ რაც მე გუშინ მანდ ნახეთ, კარგი იყო რა მხრივ, ივანეს მოეწონა, გაიხსენა ის თამაშებია თუ რაღაცა იქო წამყვანი ყავდათ, რაღაცა კარგად იცინა, კარგად რაღაცა თავარი ეგ არის ჩემთვის. ახლა მე და პაპას, ბაბოს და ხარლამპეს რა ისა, მაგრამ მე ჩემი დასკვნას ვამბობ და დარწმუნებული ვარ, მშობლებსაც დაახლოებით ეგეთის ექნებათ. თუმცა ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ იცი რა ფული გადავყარეთ, ან რაღაცა არა მაქვს ხოლმე ისა, რადგან გადავიხადე, რადგან ის არის, არასოდეს არ მივტირი, რომ აიმე რამდენი გადავიხადე რაღაცა. არ არის ცუდი. მაგრამ სხვანაირს ველოდებოდი ოღონდ მართლა. ჯერ იმიტომ, რომ თავიდან ის 2 წუთიანი კლიპი იმდენად სწრაფი იყო და იმ 2 წუთში იყო ის მთელი დღის ნამუშევარი კადრები, ანუ სკოლა და შატო. და იმდენად სწრაფად გაიარა და ამ 2 წუთში და მთლიან ბანკეტის ვიდეოში შატო საერთოდ არ არის. ანუ იქაც შეიძლებოდა რაღაცა. აი ყველა ვარიანტში შეიძლებოდა იქაც რაღაცა ყოფილიყო. ხო და მე ვფიქრე შეიძლება ბოლოს კი იყოს მეთქი, მაგრამ ბოლოს როგორ დამთავრდა იცი? აი ბოლოს რო დასკვნითი თვითონ რესტორანმა რო გარეთ ტორტის გაჭრა და შუშხუნები და ფეიერვერკები და რაღაცები ძალიან კარგი იყო, ძალიან ძვირფას იყო და ძალიან ყოფილებ წამოველით. მართლა ბატი უნდა იყო და უმადური რო ეგ ვერ დაინახო. და ანუ შუშხუნები და მორჩა. არ უნდა მორჩენილიყო. მართლა არ უნდა მორჩენილიყო. რაღაცა კიდე უნდა ყოფილიყო. აი, ან ძირითადი იმ შატოს კადრები, რაღაცა იქ უნდა ყოფილიყო. აი, იცი როგორი კადრები იყო შატოში? აი, მაგალითად ბავშვმა კადრს იღებს, აი ეს იყოს ფოტოგრაფი და ბავშვი მოდის. რაღაცა გარკვეულ მონაკვეთს გაივლისა რაღაცა. იცი როგორ არის? ეს ხო მთლიანი გზა, ნუ გასაგებია მთლიან გზას არც ჩასვას. სადღაც შუაში ხო მაინც უნდა ჩასვას, ან შუამდე, ან შუის მერე. არა, აი, ერთი ბავშვი მოდის წყდება კადრი, მერე მეორე მოდის წყდება, ანუ ვერ ასწრებ. იმის გაანალიზებასაც ვერ ასწრებ, რომელი ბავშვი რომელია, რომელ ბავშვს როგორ აცვია და რაღაცა ეგეთი. ცუდი არ არის ნამდვილად. მაგრამ აი, თითქოს მე დამაკრდა რა. ხო და მაგას ყოველთვის ვამბობ ხოლმე. აი, ეგ შეგრძნება დამეუფლა მე. აი შატოს კადრები, შატო მუხრანში რო ვიყავით, მთელი ამდენი ხანი და უფრო მეტს ველოდი, იმიტომ რომ მართლა მინიმალური კადრები იყო ჩასული. და უფრო მეტი მეგონა რომ იქნებოდა. ვიდეოც ხო ვუყურეთ და კლიპსაც ვუყურეთ და რაღაცა ჩემ ტელეფონიდან წავშალი ამიდან, იმიტომ რომ ივანემაც გადმოიწერა კომპიუტერიდან და მე მაინც მაგისთვის მინდოდა რომ ივანის კომპიუტერში უნდა გადამეტანა და იყოსო მე გადბარემო გადმოვიწერო და ჩემგან წავშალე და არ წაშალო მეთქი შენ რომ 10 დღეში იქ წაიშლება და გადავიტანოთ მე ან ფლეშკაზე ან დისკზე არ საფხაცას გადავიტანოთ რომ იყოს. ხო და მოკლედ ეგ მომენტი დაისმით რა და ნეტარაქნეს მშობლებმა ცოტამ დაიწყო გადმოწერა, ცოტას პრობლემა შეექმნა. ანუ გააჩნია ტელეფონს და მოწყობილობას გააჩნია როგორ იმას იზავს რა ყველა მოწყობილობას თავთავისებურად ხსნის ამ საიტებს და ეგეთ რაღაცეებს. რა გამოქვეყნდაო? გამოქვეყნდა გამოცდების გამოყენება სამოქალაქო განათლებაში. მეთქი პასუხები გამოქვეყნდა. მოიცა ეროვნულები თუ კიდე დარჩა რაღაცეები მე მგონი, ხო? ჩვენ რო აღარ მივდივართ, მგონია რომ დამთავრდა. დღეს რა რიცხვია? 17 რაღა დარჩა ერთ კვირაში? რა, ჩემო ლამაზ.
17 არ არა ერთ კვირაში, მაგრამ ხო, ორ კვირაში ნენელა დაიწყება დადება. ხო და ესე რა ვიცი, ხალხნებო. ეგ მომენტი მქონდა და არ ვიცი, მაინტერესებს მშობლებს რა რეაქცია ექნება, თუმცა გუშინ მე რამდენიმე დაწერა, რომ კაი იყო. არა, იმას არ მაბობ, რომ ცუდი იყო. ხო, კიდე რა იყო იცი გადაღებული და რას არ გადავიღებდი მე? ჩემი სამოყვარულო თვალთახედვის დონიდან. ბევრი თამაშებია თამაშაში წამყვანი. მოხვალ ჩემთან დედაში. მოდი რა. ჭემოჭკარეტილო და ჭემოჭიყარულო. ჭამეყველიდე? იმანა ქცემა? გავამწ ჭემობჭყრიალა რანაირი ხარ ხა. ხო და ბევრი თამაშები ათამაშა იმ ბიჭმეს ცხელი ეჯერ. რაღაცა შეჯიბრები ის მოკლედ თუდი არ იყო კაი. ხო და ეს თამაშების მომზადე, ანუ წესებს რო ხსნის ესეც ყველაფერი გადაღებულია. ამას მე მოვხსნიდი. ჩავტოვდი მარტო დაწყება დამთავრება თამაშების. აი მოდი ახლა ეს გავაკეთოთ და ამის წესები ესეთია და მთელი 5 წუთი რო ხსნის, ცოტა ისეთი საყურებელია. აი მაგას მოხსნიდი, იმიტომ რომ ეგ არ არის. ანუ შატოს კადრებით გავწელავდი უფრო იმ რა ქვია 58 წუთია რა, ანუ იმიტომ რომ 1 საათამდე გამეწელა არ გამოვიყენებდი ამ კადრებს. როგორ ხსნის წამყვანი ამებს. იმიტომ რომ არასაყურებელია რა, ეხლა როგორ ხსნის, როგორ რაღაცა. თუმცა იქაც იყო კურიოზული ბევრი რაღაცები, რაზეც კარგად ვიცინეთ, მშობლებისგანაც, რა თქმა უნდა. თლიანობაში რომ შევაჯამოთ, 1 წუთი არ ვიტყვი იმას, რომ მე ვაიმე ფული რო გადავიხადეთ, ის ფული მე ხა მენანება, იმიტომ რომ რაღაცა არ არის კარგი გადაღება. არ იყო ცუდი, კარგი იყო, საყურებელი იყო, დასამახსოვრებელი იყო და ერთადერთი რაზეც დამწყდა გული ის არის, რომ ბოლოში ვერ ვნახე ის, რამაც უნდა ნოსტალგია რითიც ნოსტალგია უნდა დაგეუფლოს, რითიც ემოცია უნდა მოვიდეს და რაღაცა. ეს ვერ ვნახე. და ეხლა სურათებს ველოდები. სურათებს უფრო მონდომებით ველოდები, რომ იწყენ, იმიტომ რომ სურათები უნდა დავალაგო. მე ხო არ დავილაგები არაფერი. საერთოდ ალბათ 1-2 წელი დავდეთ ჩემი გადაღებული სეფს, იმიტომ რომ ზოგადად ვიღაცა რომ მიღებს სურათს, ვერ მიღებს ფათაფუთით. მე ნერვები მეშლება, მე რომ მეტყვია რომ სურათი გადავიღო, სურათს ვუღებ ისე რომ იქ არ არის საჭირო 1, 2, 3 და 10-ის გადაღება, რომ ვუღებ უკვე ვიცი რომ ის კაია. და ხო შეიძლება შენც გაქნეული არ გადამიღო. და მე დავემუქრე სურათები რომ მოვა ჯერ მე დავალაგებ სურათებს. არა დაიცა სურათებს რომ იღებდნენ და რაღაცა ფულზე ხომე ვიყავი ის მე ავკრიფე მე ყველა სათავისი მივეცი შატოს გადარიცხული მქონდა ფოტოგრაფებს და რესტორანს ხო რა და აი მაგაზე ხო ნერვიულობდი რომ მეთქი ვაიმე ხო არ მაკლდება და რაღაცა აი ბოლო კაპიკამდე ზუსტად დავალაგეთ და მაგ დროს მე მოძრაობდი რა აკრეფა და გაგაცემაში და დავჭი ისე რომ სურათები ვერ გადავიღე. გაგამწარებთ მე ვთქვი. მოვიდეს ის პროფესიონალური სურათები ვთქვი. არ დაგანახებთ ჯერ მე უნდა გადმოვიწერ და ვედავალაგოთ. და ხა იციან რომ და გამოჩნდება სურათები, ესე იგი მოვიდა. ხო დიდი. ჯენ რატო არ იყავი შატოში რა ლამაზი ბავში იყავი როგორ ლამაზი კადრები გამოვიდოდა დე ხო წერტილი ჩემი ბჭყრიალა წერტილი ვინ არის გუშინ ბოლოში კადრებს დაგიდებთ გუში რომ ფოთავდით მაყურებელი ბანკეტის ყურების დროს და ეს სად იყო და როგორ ეძინა ლაშას ხან ხარზე ხან კლავებში მამაცთან იყო გუში ეს ბავში
ხო, დედას ლამაზი. ეხლა რაღაც საჭველები არის, ამიტომ არ შევუდგები რამეების კეთებას. მე საღამოს ალბათ კარტოფილი შევწვავ, ამიტომ ეხლა უბრალოდ ქათმით გამოვუშვებ და რამე და რუმე და წავალ და დაუთოებას გავაგრძელებ, იმიტომ რომ გუში კარგად ვიმუშავე და არა, წნევის აპარატი მაქვს ჩამოტანილი, წნევას გავისინჯა. ხელ გვიან გავისინჯე და 100 საათი მქონდა. მივწერ ექიმს. ხოდა ეხლა დილათაც რო გავისინჯავ. დილისას არ მივწერ, ანუ დღეს დილის დასინჯვას და საღამოსასაც ერთად მივწერ რა. იმასაც თავის საქმე აქვს და დილა საღამო უნდა ვაკონტროლო და ისე მივწერო, ხა დილით მივწერო, შუადღით მივწერო, საღამოთ მივწერო, არ მინდა ეგ. იმიტომ რომ ეგ არც მოუთხოვია. დილა საღამოს გაიკონტროლე და გამაგებინე ერთიანი პასუხი, ასე რომ ექიმს ხვალ საღამოს დავეკონტაქტები. გინა იქ დაჭიქი. აი, მოიცადე. დახტაზე შენთან ლამაზად. აჰა, ჯიმულამაზო. მიდი ჯიმუ პრიალა. პრიალა და ჭრიალა. დედაც პრიალა და ჭრიალა. ბია დეგ. აი, ქაღალდი მოგცი, გინდა? აი, ნახე? ჰოპ. ითამაში გუჭი. მოიდიდე. შენ კოტონზე ვგიჟდები. შენ ჩემი კუტუნა ხარ, ჩემი კუტუნა. ნაცრისფერი რო იყო ტკბილი ისეთია ისეთი გამოხატულება აქვს რომ მოგეფეროს. ჩემი გორელი კატა. გორელი. იმიტომ არის ხარ ხოლმე შუაგზაში. ემი. წავილი ხარ ხნებო და გემშვიდობებ თუ მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო, კაი დღე ყველას. აბაჰე, თქვენցით. ალბათ დღეს მე ისევ დავიმტვერები მაღლა ოთახში, იმიტომ რომ ისევ შპაკლი გვაქვს. მაგრამ ცოტაც და გავალ ბოლოში. ხო, ჩემულამოდ მივიყურებ ეგ თორი გადაგაწყნის კნითმებისა. შეგიხუტო. აბაჰე, თქვენցით. კაი დღე ყველას ხალხი, მაგრად. ხო, ბანკეტის ვიდეოზე მითხარით, ჩვენ ვერ ვნახავთო და ფიზიკურად ვერ ნახავთ. გუშინ Facebook-ზე უნდა ამეტვირთა და ანუ ზოგადად ამ ბოლო ხანებში, აი 40 წუთის ზემოთ ვიდეო რაც არის, არასებულია აი თვითონ და YouTube-ზე ხო იცით რომ ვერ დავდი, იმიტომ რომ იქ რა მუსიკებზეც ეკვავებდნენ ბავშვები და რაღაცა რომელიღაცა უეჭველი იქნება საავტორო უფლებებით და მაინც წაშლა მომიწევს. გასაკეთე. ბროშკა. ხო და აი პატარა კლიპის დადება კი შეიძლება. ოღონდ ის პატარა კლიპი არ გადმომიწერია, რადგან ივანემ გადაიწერა ყველაფერი და იმას ვიზავ რა, რაღაცას მოვიფიქრე. ჩაგიკუტო, კუტუნა, ტედი ჩემოსი ცოცხლი, მიდი. კარგად.